სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1982 წლის 14 ივლისს. შემდეგ კითხვა ესეთი არის. სალამი, მე მქვია ელინი და ჩემი შეკითხვა ეხება თქვენს გადაგებას იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ღვთისმოსავი დედა, რომელიც თქვენ პირველ სამუელზე, ანუ პირველ მეფეთაში წაიკითხეთ, სადაც სამუელის დედა ჰანა არის დახატული. თქვენ თქვით იმ გადაგებაში, რომ ქალის მოვალეობა და ეს არის უმაღლესი მოვალეობა, რომ არ მიატოვოს შვილი და არ დაარღვიოს მისი რუთინა განსაკუთრებით 3 წლამდე. უბრალოდ მაინტერესებდა დღევანდელ დროს, დღევანდელი ქალი როგორ უნდა მოიქცეს? ბავშვი არ დატოვოს? ან ძიძასთან ან მოვლელთან? ძალიან მიხარია რომ ეს მკითხეთ და ელინი აგრძელებს. ასევე მაინტერესებდა ჯონ, როგორ გაუნკლავდა ამას თქვენი ოჯახი 4 შვილით და განსაკუთრებით თქვენი მეუღლე? ჯონი აგრძელებს. დიახ, მე ჯერა ეს უკაცრავად კიდევ ერთხელ თქვენი სახელი ელინი. დიახ, ელინ, მე მჯერა რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ ისეთ პრინციპებს, რომლებიც არ ექვემდებარება ცვლილებას, დროითა ცვლილებებს. ჩვენ ის არ გვაძლევს რჩევა დარიგებებს, არამედ ის გვაძლევს მცნებებს და ბრძანებებს, მარადიულ პრინციპებს ჩვენს და სასიკეთოდ. და ეს ყველაფერი იმის გავსია, იცით ხო, როცა მწარმოებელი აკეთებს პროდუქტს, მან იცის ყველაზე კარგად და გვაძლევს ინსტრუქციას, თუ როგორ მუშაობს ეს პროდუქტი და როგორ სარგებლობა მოაქვს და როგორ უნდა იქნა შენახული. ხო მართალია? და ასევე ღმერთმაც, როდესაც შექმნა ქალები და კაცები, ღმერთმა შექმნა ბავშვებიც და ღმერთმა შექმნა ოჯახი. და ჩვენ გვინდა მოусმინოთ მას, თუ რას ამობს ის, თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ ისინი ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. ახალ აღთქმაში ტიტეს წერილში მეორე თავში ნათლად ჩანს, რომ ქალებს უნდა უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები და უნდა იყვნენ სახლის მეურვეები, ანუ დიასახლისები. ახლა თქვენ გესმით, რომ ეს ნათქვამი იყო ისეთ საზოგადოებაში, რომელსაც არანაკლებად თანამედროვე, ესე ვთქვათ, დამახასიათებლები ჰქონდა, როგორც ჩვენ დღეს. მე გულისხმობ იმას, რომ იქ იყო ქალთა უფლებების დაცვად და ქალების ლიბერალიზაციის მოძრაობებიც. და ყოველთვის არსებობდა ეს ლიბერალური რაღაცა ქალების უფლებები. 64-ის ბაღიდან მოყოლებულები ქალები ყოველთვის ცდილობდნენ განთავისუფლებას, ამიტომ ეს ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგრამ იმ დღეებში ქალები ეძებდნენ განთავისუფლებას ქორწინების პასუხისმგებლობისაგან. თქვენ შეგიძლიათ თქვენ ჩაიხედოთ მალაქია წინასწარმეტყველის დღეებში, სადაც ღმერთი ამბობს, რომ მას ძულს განქორწინება. ანუ იმ დღეებში ძალიან ხშირი იყო ეს და ეს არ არის დღევანდელი მოვლენა. ასე რომ მე ვფიქრობ, ამის შეცვლას რაიმე გამართლება არ აქვს. ახლა ჰანა ჩვენთვის ბიბლიური სტანდარტი არის და მოდელი საუკეთესო მეუღლისა, ქალისა. ანუ კაცი მარჩენალია, ქალი არის ის, ვინც ვალდებულებას ატარებს ქმრის სახლის მიმართ, ქვრივებზე ზრუნვა, იცით ხო, უცხო ადამიანებისთვის სტუმართმოყვარეობა, წმინდანებისთვის ფეხების დავანა, როგორც ეს პირველ ტიმოთეს წერილში არის. ჰანა ამის სრულყოფილი ილუსტრაცია იქცევა. რადგან ის ქმართან არ მიდის, გახსოვთ ხო, სხეულს შესაწირავად, ყოველწლიურ დღესასწაულზე, მაშინ შილოში იყო, თუ არ მეშლება ეს და არა იერუსალიმში და გახსოვთ, მან უარი უთხრა ქმარს, სანამდე სამუელი ბავშვი არ მიაღწევდა იმ ასაკს, როდესაც ძუძუს მოწყვეტდნენ. იგი ამას თავის პასუხისმგებლობად თვლიდა. მე ნამდვილად გვგრძნობ, რომ ეს არის ღმერთის აშკარა განზრახვა, რომ დედებმა ძუძუთი კვებონ ბავშვები. გულისხმობ, რომ თქვენ არ არის აუცილებელი რომ იყოთ ფი ბეტა კაპას წევრი. მე როდესაც ჩავიხედე, მე არ ვიცოდი ეს რა ორგანიზაცია იყო, ეს ყოფილა რაღაცა როგორც მასონები, ესეთი სტუდენტური საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს, თუ არ მეშლება, უძველესი ამერიკაში და უბრალოდ ჯონმა მოიყვანა ეს რომ შენ არ არის აუცილებელი იყო რაღაცა ფილოსოფოსი ან ბრძენი, რომ ეს გაარკვიო. და მე გულისხმობ იმას, აგრძელებს ჯონი, როდესაც დედას ყავს ბავშვი, მას უცებ, როცა გააჩენს ბავშვს, მას ეწყება რძის წამოსვლა. ხო და იღებს რძეს,
ბავშვის შესანახად. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თქვენ უცებ, როდესაც ბავშვი გიჩნდებათ 48 ბოთლ სიმილაკს რაღაცას არ იწყებთ, ხო ძებნას. თქვენ უცებ იწყებთ რძეს და მოდის რძე იმ ადგილას, სადაც ღმერთმა განიზრახა ეს რძის მიწოდება და მემჯერა რომ ესეც ღვთის გეგმაა. ახლა არის გარკვეული სამედიცინო ან ფიზიკური მიზეზები, ხო, როდესაც შეიძლება რომ ეს არ მოხდეს და ეს არის ბავშვის სიახლოვე დედასთან იმ ადრეულ წლებში, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვებისათვის და ბავშვის ცხოვრებაზე, მე ვფიქრობ. და თუ რძე არ აქვს, დედას მაინც ის ცდილობს რომ ბავშვი ახლოს ყავდეს მასთან და არ მოიწყვიტოს მისგან. და ხანა ამ სახით დიდ მოდელს გვაძლევს და დიდ ილუსტრაციას და მე ვფიქრობ რომ დედა დღესდღეობით რომელსაც ყავს ბავშვი ძალიან ჩქარად ცდილობენ ეს შობიარობის რაღაც გარკვეულ ტრავმა რომელსაც უწოდებენ რომ თავი აერიდონ იმ წუთშივე ბავშვს იშორებენ და აძლევენ სხვის ხელში და ისინი გარბიან იმ წუთშივე სამსახურში უკან. გასაგებია როცა ადამიანს არ აქვს სხვა საშუალება და არ აქვს სხვა დაუშვათ ფინანსური საშუალება, მაგრამ როცა ამას შენი ნებით შეგნებულად აკეთებ, რომ შორს დაიჭირო თავი, დისტანცია მოახდინო ბავშვისათვის ამ კრიტიკულ დროში, ეს მე მგონი არანაირად ღვთის მინიჭებულ პასუხისმგებლობაზე არ მიუთითებს. პირველ ტიმოთეს მეორე თავში ჩვენ ვკითხულობთ მე-9 მუხლიდან. ასევე დედაკაცებით შესაფერის სამოსლით, მორცხობითა და თავშეკავებით შემკული, არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტები და ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმებით, როგორც შეფერი დედაკაცებს, რომლებმაც ღვთის მოსაობა ირჩიეს. დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში, ყოველგვარი მორჩილებით, დედაკაცს არ ვაძლევს სწავლის ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ, რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუდა და ჩაიდინა დანაშაული. თუმცაღა, ეს მინდოდა რაც მოიტანა ბატონმა ჯონმა, გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმინდეში გონიერებით. ეს არის ის, რომ არანაირად ეს ქალი, ეს ქმნილება არანაირად მეორე ხარისხის ან დაბალი ხარისხის არ არის. რადგან მას, ნახეთ, რამხელა ასეთი უდიდესი მნიშვნელობა და ასეთი დიდი პოზიცია, დიდი მისია დააკისრა ღმერთმა. და რომ მან მოახდინოს გავლენა შვილის ცხოვრებაზე მის ყველაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა ბავშვი ყალიბდება. ასე რომ მე ნამდვილად ჯერა რომ ღვთის ეს სტანდარტი ნებისმიერი დროისათვის სამაგალითოა. დღესაც კი. და აუდიტორიდან ელინე ეუბნება. რაც მე მაინტერესებდა იყო ის ჯონ გულისხმობ კიდევაც რომ მე ვრჩები ხოლმე სახში ჩემ შვილებთან და უმეტეს ნაწილად ხშირად ვარ. უბრალოდ მაინტერესებდა რამდენი საათი შემიძლია ის დავტოვო ძიძასთან და მოვლელთან და ჯონი პასუხობს ეს გონივრულ ფარგლებში. როგორც თქვენ მოგეხერხებათ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ანუ კვირაში ერთხელ თუ უბრალოდ მაინტერესებს აბსოლუტურად არასოდეს, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ბავშვებისათვის, რომ ყოველთვის მასთან დავრჩეთ? და ჯონი პასუხობს, არა, არანაირად. ფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა ამაში არ არის და ძველ აღთქმაში ასევე თქვენ შენიშნავთ ბევრ შემთხვევას, როდესაც ადამიანებს ყავდათ მსახურები, ყავდათ სხვა ადამიანები სახლში. ახალ აღთქმაში არის სიტყვა პაიდა გოგოს, რომელიც არის და ჩვენთან პედაგოგი, ხო, აქედან არის, რომელიც არის მორალური მცველი რომაულ საზოგადოებაში და ბიბლიაც კი პატივსცემს ამას. იმიტომ რომ პავლე ამბობს, გახსოვთ, რომ შეიძლება ყავდეს 10,000 პაიდა გოგო, მაგრამ ყავს მხოლოდ ერთი სულიერი მამა. ერთი მამა. ასე რომ პატივსცემდნენ ამ ადამიანს, რომელიც იყო მორალური მეურვე. პიროვნება, რომელიც მიბმული იყო პატარა ბავშვზე, რათა დახმარებოდა მას ამ ბავშვს მორალური გაგების განვითარებაში. რა იყოს სწორი, რა არ იყოს სწორი და ეხემძღვანენა მის ცხოვრებისეულ საქმეებში. ასე რომ მე ვარაუდობ, რომ ეს დახმარებაც იყო დედასათვის გარკვეულწილად. ასე რომ იყვნენ ექთნებიც, იყვნენ ბებია ქალები, იყვნენ ყველანაირი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ ძალიან მჭიდრო ოჯახურ საზოგადოებებში, რომლებიც ამ დედას მისცემდა თავისუფლებას გაეკეთებინა სხვა რაღაცები. რა თქმა უნდა, მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ. ჩემ შვილებთან ერთად 4-ვე მათგანი ჩემი მეუღლის პრიორიტეტი იყო და ახლაც არის მისთვის ბავშვებთან ყოფნა მთავარი მიზანი. გულისხმობ, რომ ეს არის მისი აბსოლუტური ვალდებულება და რეალურად შემიძლია უთხრა ზოგჯერ მას ხოლმე. ძვირფასო
წამოდი ჩემთან ერთად ამის გასაკეთებლად, ჩვენ აქ უნდა წავიდეთ ეს გავაკეთოთ და ის მეუნება, არა, მე ფიქრობ რომ არ უნდა წავიდე, რადგან ამ კვირაში ერთხელ უკვე ვიყავი ბავშვებისგან შორს და მე ვგრძნობ რომ მათთან ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია და არ დაგვავიწყდეს ჩემი შვილები უკვე 18, 16, 14 და მე 9 წლის არის. და ხანდახან ვეუნები, მაგრამ ისინი ხომ უკვე დიდები არიან და ის უკან ყოველთვის პასუხობს პატრიცია, მაგრამ მე ღმერთმა მითხრა ჯონ რომ იქ ვიყო მათთან. ასე რომ ფიქრობ თქვენ უნდა გქონდეთ ეს პერსპექტივა, მაგრამ ამავე დროს გქონდეთ თავისუფლების განცდაც. თქვენ გეცოდინებათ, როცა დრო დადგება, რომ თქვენ ზოგჯერ შორს დაიჭიროთ, ცოტა ხანი დაისვენოთ, ამოისუნთქოთ, სხვაგანაც გახვიდეთ და მისცეთ თქვენ თავს ეს პრივილეგია, რომ სხვამ იზრუნოს ბავშვზე. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.